ხალი და ფული, ასე ქვია ნათი ახობაძის წიგნს, რომლის სატელევიზიო პრეზენტაციაც დღეს ჩვენს ეთერში შედგება დაგროვება დაზოგვაგონივრულად ხარჯვას სწორად ინვესტირება. ყველა საბაზისო თემის მიღმა წიგნი არაერთ საგულისხმო და მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, რაც ფინანსების თემას ცდება და მათ შორის საკუთარი თავის, როგორც ბრენდის სწორად შეფუთვისა და გაყიდვის მეთოდებზეც მოგვითხრობს. ამის მიღმა იმასაც გვასწავლის, რას გულისხმობს ფინანსური მიზანი და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მისი მიღწევისთვის. მოკლედ, მრავალწახნაგოვანი და საინტერესო თემებით დატვირთული წიგნის ავტორი უკვე ჩვენთან ერთად არის და ნათი ახლა თავად მოგვიყვება ამბებს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი წიგნის შესახებ. ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და სულ რამდენიმე დღის წინ იყო წიგნის პრეზენტაცია, გილოცავთ კიდევ ერთხელ და მინდა რომ სანამ უშუალოდ იმ მრავალფეროვან თემებს მიმოვიხილავდეთ, რასაც წიგნი ფარავს. მინდა რომ რაღაცა იდეით დავიწყოთ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასეთი ტიპის, ასეთი შინაარსობრივი და მიზნობრივი მახასიათებლებით დატვირთული წიგნის არსებობა იყო საჭირო ქართულ ფინანსურ ბაზარზე და არა მხოლოდ ფინანსურ ბაზარზე, საიდან გაჩნდა ეს იდეა და შემდეგ უკვე როგორ იმუშავეთ საბოლოოდ ამ ყველაფრის სრულყოფისთვის. პირველ რიგში ლიკა ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მინდა მოუხადო თქვენ თელს გუნდს. საოცარი გარემოა და საოცარი გუნდი გყავთ და უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ სიტუაციაში და თქვენი BMG ნამდვილად ამ გარემოს იდეალურად ქმნის. მგონია რომ აქ ფსიქოლოგი ყავთ, რომელიც თქვენზე მუშაობს. ისეთი საოცარი გუნდის წევრები ყავს და მადლობა პირველ რიგში ამისთვის, რომ ეს გარემო ჩემთვის შექმენით. მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის და პრინციპში ეს თემაც და წიგნიც პირდაპირ კორელაციაში არის იმ თემებთან და იმ მიმართულებასაც, რასაც BMG უკვე ამდენი წელია ფარავს. ხო, აი ქალი და ფული. და რატო ქალი და ფული და თქვათ არა, უბრალოდ ფული, ხო? პირველ რიგში ქალი, მე ვარ ქალი. ხო, ისიც მე მაინტერესებს როგორ მიჯნავთ სქეს ხუბისადმი დამოკიდებულებას. და ქალის და კაცის ფსიქოლოგია, ნეიროფიზიოლოგიაც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ქალს და კაცს ფულის გამომუშავების სტრატეგიებიც აქვს სხვადასხვა. თუ ქალი ფულს შეულობს როგორც მამაკაცის სტრატეგიით, მაშინ ძალიან დიდი შრომა უწევს იმისათვის რომ მოიპოვოს ფული და გარდა ამისა ის ფული, რასაც ქალი მოიპოვებს, არ ხდება ამის ესე რომ ვთქვათ სიამოვნების მიღება ამ პროცესით. ამიტომ ქალის სტრატეგიები არის სულ სხვა და ზუსტად ჩემი წიგნი გათვლილი იყო ქალებისთვის, ვარ ქალების დიდი გულშემატკივარი და მინდა რომ ყველა ქალი იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი და მიზანი სწორედ ეს იყო. იდეა საიდან გაჩნდა ქალის და ფულის უკვე 5 წელია სადღაც ვატარებ ამ თემასთან დაკავშირებულ ტრენინგებს და იმხელა ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა და დღევანდელ დღე მოიტანა კიდე ძალიან დიდი საჭიროება. იმიტომ რომ ადრე თუ განვიხილავთ და ფულის ფსიქოლოგიას, ფული ეს იყო პირდაპირ შენი შრომის რაოდენობის პირდაპირ პროპორციული. ეხლა თუ ქალის ფსიქოლოგიას დავაკვირდებით, აქ პირიქით არის საქმე და ქალი რაც უფრო მოდუნებულია და რაც უფრო სწორად მართავს სტრატეგიებს, საკუთარ ენერგიას და რაც უფრო ნაკლებს მუშაობს, მით უფრო დიდ რაოდენობით ფულს გამოიმუშავებს. და დღეს ფული არის იმის მარკერი, სულიერად რამდენად ვიზრდებით. და ყველა თემა, ეხლა 23 წლიანი გამოცდილება მაქვს ფსიქოთერაპიაში და როდესაც ჩემ კლიენტებს ვაკვირდებოდი და ამ თემას წამოჭრიდნენ, აბსოლუტურად ყველა თემა, პატიების თემა, ენერგიების თემა, ჩვენი ფსიქიკის მეორადი სარგებელი, აბსოლუტურად ყველა მოდის ფულთან. ამიტომ აი ეს ამხელა გამოცდილება შევაგროვე და გავაკეთე ისეთი წიგნი, სადაც აბსოლუტურად თემები დალაგებული არის ჩვენი ფსიქიკის საჭიროებიდან გამომდინარე. თვითონ თანმიმდევრობასაც თავისი მნიშვნელობა აქვს, თანმიმდევრობა მიყვება ჩვენ ფსიქიკის საჭიროებას. ამიტომ ესეთი ფრაზა მინდა ვთქვა, ზოგადად ფსიქოთერაპიაში მიღებულია რომ გარანტიებს არ ვიძლევით, მაგრამ მე გარანტიას მოგცემთ ამ წიგნთან დაკავშირებით, რომ თან წიგნი არის პრაქტიკული, ყველა თემას აქვს პრაქტიკული სავარჯიშო. იმიტომ რომ უბრალოდ თეორია არაფრის მომცემი არ არის, აუცილებელი არის იმ თეორიის პრაქტიკით დამუშავება, იმიტომ რომ პრაქტიკაში ბევრ რაღაცებს ხვდებით. ამიტომ თვითონ თემას პრაქტიკული სავარჯიშოც აქვს და თუ ამ სავარჯიშოს, თუ ამ თემებს თანმიმდევრობით განიხილავს მკითხველი, მე გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება.
ნათია, რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რასაც აი ამ წიგნით ეხებით და მათ შორის, როდესაც საუბარი არის ფულთან დამოკიდებულებაზე და ეს რაღაცა ჩვენს ასე ვთქვათ საბოლოო განვითარებაზეც ისახება შემდეგ და რაღაცა პრინციპში ამის მდგენელიც არის, ხო, რამდენად რაღაცა ახალ ეტაპზე გადავდივართ, რამდენად ვითარდებით, წინ მივდივართ და როგორი დამოკიდებულება გვაქვს ფულთან, ხო, ეს რაღაცა კორელაციაშია ერთმანეთთან, როგორც თქვენ აღნიშნეთ და აი ამის საწყისები, სად უნდა ვეძებოთ, ეს რამდენად არის მათ შორის ღრმა ბავშვობიდან გასამომუშავებელი თემა და მისაყოლი შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკამდეც. ყველაფერი მოდის ბავშვობიდან და ჩვენს გვაქვს უამრავი რწმენა წარმოდგენები, მით უმეტეს ისეთი პერიოდი გავიარეთ ეკონომიური, თუნდაც რომ გვაქვს ბევრი რწმენა წარმოდგენები, რომლებიც ხელს გვიშლიან ესე ფარულად ფულის სწორ გამომუშავებაში. და ჩვენ ფსიქოლოგიაში ამას ვეძახით რწმენა ცრუ რწმენა წარმოდგენებს და უამრავი ცრუ რწმენა წარმოდგენები გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი თავი სწორედ ამ ცრუ რწმენა წარმოდგენებს ეხება, სადაც მაგალითად ანუ ეს რაღაცა სტერეოტიპულად ვექცევით გარემოს ზეგავლენის ქვეშ ამას. ხო, ნახეთ, აი კოლექტიური არაცნობიერი. შეიძლება ესე სიტყვით არ ვიზიარებდე რომ ფულის ხელის ჭუჭყია, მაგრამ თუ ჩემ ცხოვრებაში შეხვედრ და ფულს ვერ გამოვიმუშავებ იმდენი რაოდენობით, რომელიც კმაყოფილებას მომიტანს და მყოფნის კომფორტული ცხოვრებისთვის, გამოდის რომ ესე იგი ჩვენს ქვეცნობიერს აქვს რაღაც მოტივი, რომ ის რომ ფული არ უშავო, ამას ხელი შეუწყოს და ამას ვეძახით რწმენა წარმოდგენებს და მეორად სარგებელს. ამიტომ აი მაგათად ერთ-ერთი ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში, აი ესე რომ ვთქვათ, დაფრინავს აერში ეს რწმენა წარმოდგენები. მაგალითად, ფული ხელის ჭუჭყია. მაგალითად, ქალებში ძალიან ხშირად არის ქალები, რომლებიც დაოჯახებული არიან, აქვს ესეთი წარმოდგენები, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად, რომ თუ მამაკაცზე აი საკუთარ ქმარზე, პარტნიორზე უფრო მეტ ფულს იშოვიან, მათი ურთიერთობა დაინგრევა. და ზუსტად ეს რწმენა წარმოდგენა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ქალი ფინანსურად განვითარდეს. და გვაქვს უამრავი რწმენა წარმოდგენები და ისინი არიან წამყვანი, რომ ჩვენ რაღაცნაირად გვიჭირს ფულის გამომუშავება. ან მაგალითად ძალიან ხშირი არის შემთხვევები, როდესაც კი გამოვიმუშავებ ბევრს, მაგრამ ეს ფული სად მიდის ვერ ხვდები, ანუ ფლანგავ ამ ფულს, ხო? და აქაც ერთ-ერთი რწმენა წარმოდგენა მაგალითად იყო ადრე, აი გაკულაკებას რასაც ეძახდნენ და საგვარეულოდან მოდის ესეთი რწმენა წარმოდგენა, რომ აი ფულის დაგროვებას მაინც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც წამართმევენ, ხო? და შეიძლება თვითონ გამოცდილებაში არ კონდეს ამ ადამიანს, მაგრამ ეს საგვარეულოში უზის ეს პროგრამა, ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი მაგალითად ხელფასი აიღო და ყველანაირად ცდილობს, რომ აი ან გაასესხოს, ან დახარჯოს, მოიშოროს ეს ფული, იმიტომ რომ ფულის ქონა საშიშია. ამიტომ ამ ქვეცნობიერის მოტივებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს რა დამოკიდებულება გვაქვს და როგორ შეულობთ ფულს. როგორ შევეწინააღმდეგოთ? ნათი, აი შეიძლება თქვათ ცნობიერის დონეზე გვესმოდეს, იმიტომ რომ 21 საუკუნის ადამიანები ვართ და ვიცით რომ რაღაც არის უბრალოდ სტერეოტიპი და წარსულის გადმონაში და ამას არ უნდა ვენდოთ და რეალობა სულ სხვას ასახავს, მაგრამ ქვეცნობიერში იმდენად ღრმად არის ეს ყველაფერი ჩალექილი, რომ საბოლოო ჯამში მაინც ქცევაზე და მოქმედებაზე გავლენას ახდენს. აი ეს როგორ ამოვიცნოთ ჯერ, რომ ეს საიდანღაც გვმართავს და შემდეგ როგორ შევეწინააღმდეგოთ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენს ქცევაზე არ მოახდინოს გავლენა და რაღაცა არ შეგვაფერხოს განვითარების პროცესში. თუ დამოუკიდებლად მუშაობს ადამიანი ამ წიგნის საშუალებით, არის სავარჯიშო. და მოდი ამ სავარჯიშოს ესე განვიხილავ მაშინ, რადგან ეს თემა საინტერესო და წამოჭერით. პირველ რიგში, აი როგორ ხდება რწმენა წარმოდგენის აღმოჩენა, ხო? რწმენა წარმოდგენის აღმოჩენა ხდება, რომ დავაკვირდე ჩემ ცხოვრებას, რომ როგორი დამოკიდებულება მაქვს ფინანსებთან. 24 საათი მუშაობ, ვერ ვშოულობ. ესე იგი, შეიძლება აქ ვივარაუდოთ, რომ რწმენა წარმოდგენა არის, რომ ფული მძიმე შრომით იშოვება. ან გამოვიმუშავებ და ფლანგავ. აქ შეიძლება ვივარაუდოთ რწმენა წარმოდგენა, რომ ფულის გაჩერება საშიშია. ამიტომ ჩვენ ან ბევრ ფულს პატიოსანი შრომით ვერ იშოვი, ესეც ერთ-ერთი გავრცელებული რწმენა წარმოდგენა. ამიტომ ვაკვირდებით ჩვენს ცხოვრებას და ვაკეთებთ დასკვნას, რა რწმენა წარმოდგენებით ხელმძღვანელობთ.
შემდეგ უკვე ხდება ამ რწმენა წარმოდგენებთან მუშაობა და ერთ-ერთი არის ესე ვეძახით ყინულის ლღობის პროცესი. ყინულის ლღობის პროცესი ახლა რას მოიცავს რწმენა წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში ეჭვი შევიტანო ამ რწმენაში. აი თუ ეჭვს შევიტანო, შეიძლება სხვანაირად იყოს, ანუ პატიოსანი ადამიანიც ვიყო და ფულიც ვიშოვო. და როდესაც ჩვენ უკვე აი ეჭვს შევიტანთ, იქ უკვე იწყება ყინულის ლღობის პროცესი. შემდეგ უკვე ესეთი ძლავრი საშუალება არის რწმენა წარმოდგენასთან სამუშაოდ, მივიღო ახალი გამოცდილება. ხო, ახალი გამოცდილების მიღება რას ნიშნავს? ანუ ნახეთ, საწინააღმდეგოდ მოვიქცე და დავაკვირდე რა შედეგს მოიტანს. და მოდი ერთ შედეგით არ მოშემოვიფარგლო, ხო, რამოდენიმეჯერ ვცადო და დავაკვირდე, მოაქვს თუ არა სხვა შედეგი. მაგალითად, თუ ფულს ვერ ვინახავ, მოდი ამ თვეში გადავწყვიტო, რომ მაგალითად რაღაცა გარკვეული თანხით გავაკეთო დანაზოგი, გადავდო და რაც არ უნდა მოხდეს, ის ამ ფულს ხელი არ მოვკიდო და მოდი ვნახოთ რა მოხდება. და აი ესე ახალი გამოცდილების მიღებით ჩვენ ნელ-ნელა ეს რწმენა წარმოდგენა იცვლება ახალი რწმენა წარმოდგენით და შემდეგ უკვე დროის ამბავია, რომ ის იმან უკვე ჩაანაცვლოს ჩვენი ძველი რწმენა წარმოდგენები. და განგვივითარდეს ფინანსური ინტელექტი, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი თემად წამოჭრილი. ზოგადად რას გულისხმობს და დღეს რო გადავხედოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ სოციუმს, რამდენად რაღაცა IQ-ს საზომი ამ მიმართულებით დაახლოებით, ასე ვთქვათ, რა საშუალო მაჩვენებელზე იქნება ფინანსური ინტელექტის თვალსაზრისით. პირველ რიგში ფინანსური ინტელექტი არ გულისხმობს ფულის რაოდენობას, იმიტომ რომ შეიძლება მოგისმენიათ ალბათ მილიონრების და მილიარდელების ისეთი ისტორიები, რომლებმაც სიცოცხლე სიკვდილით დაასრულეს. ანუ ფულის რაოდენობა არ გულისხმობს ფინანსურ ინტელექტს, ფულის რაოდენობა გულისხმობს ფულთან ჰარმონიულ ურთიერთობას. იმიტომ რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ვიმუშაო და ფულის რაოდენობაც საკმაოდ გქონდეს, მაგრამ ერთ ჩვენ ერთ დღეს მოვიხედო და ცხოვრება მისე ჩაიარა, რომ მე ამ ფულის შერგება ვერ მოვასწარე. ეხლა გამახსენდა ჩემი ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდი და ერთ-ერთი ყველაზე მაღარ არაზღაურებად თანამშრომელს შევხვდი დილით კონფერენციაზე და ესეთი რაღაც მითხრა, რომ ვერც კი ვასწრებო ფულის დახარჯვასო. ხო, ანუ აქ სხვა თამდები პრობლემები. ამიტომ ფულის რაოდენობა არ არის ფინანსური ინტელექტი და რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი არის ჩვენი მოსახლეობის ფინანსური ინტელექტი. ამ წიგნის მიზანიც ის იყო, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკა თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე დგას და პოტენციალზე, გონებრივ პოტენციალზე. ამიტომ თუ ბევრი ადამიანი განავითარებს საკუთარ თავში ფინანსურ ინტელექტს, გამოდის რომ ქვეყნის ეკონომიკაც გაიზრდება, ამიტომ ჩვენით იწყება ყველაფერი და ამ ქვეყანას ჩვენ თითოეული ადამიანი ვქვნით, ამიტომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სწორედ ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გლობალურად გავთვალე, რომ ეს კი ამ ქალის ფინანსურ თავისუფლებასაც შეცვლის, მაგრამ საბოლოო მიზანი მაინც არის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ფინანსურად ძლიერი და რატომაც არა. ნათია, ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით, ფულთან ჰარმონიული ურთიერთობა და პრინციპში ეს მოცემულობა თავის მხრივ მოიცავს ეს მიმართულება უბრალოდ დაზოგვა, დაგროვებას, მათ შორის სწორად ინვესტირებას და თქვენ ეს თემებიც გაქვთ გაშლილი, აქვე რადგან აი ეს დაზოგვა, დაგროვების ამბავი ახსენე 4 კონვერტის თემაც ძალიან საინტერესოა, რომელიც ხაზგასმით გაქვთ, ასე ვთქვათ, წიგნში გადმოცემული. რას გულისხმობს მოგვიყევით? პირველ რიგში ნახე ფინანსები არ არის მარტო შინაგანი ფაქტორები, ჩვენი რწმენა წარმოდგენები, მეორადი სარგებელი შიშები, რომლებიც გვაქვს ფულთან დაკავშირებით, არსებობს კიდე გარეგანი ფაქტორები, იმიტომ რომ შეიძლება შინაგანი ფაქტორები დავამუშავო, მაგრამ არსებობს ხო დაზოგვა და სხვადასხვა მექანიკური ინვესტიციები, თქვათ კი დავაგროვე, მაგრამ საწავიღო ეს ფული, ხო, ამისთვის აუცილებელია ვიცოდე ინვესტიციები, ხო, რაში განვახორციელო, რომელი ინვესტიცია არის უფრო რისკიანი, აი სამკუთხედით სამაქვს მოყვანილი ამ წიგნში. ამიტომ ნახეთ შედეგზე რატო ვლაპარაკობ და ეფექტურობაზე ამ წიგნის, იმიტომ რომ ორივე მხრიდან, ყველა მხრიდან მოუვარი ამ ფულის საკითხს, როგორც ენერგიის მხრიდან, ასევე მექანიკის მხრიდან, ხო? მაქვს ჩემი საავტორო 4 კონვერტის მეთოდი მოყვანილი, რასაც ინტუიციურად მივაგენი, სადღაც ალბათ 25 წლის წინ ზუსტად. შემდეგ უკვე და მე თვითონ ვიყენებდი ამ ყველაფერს, როდესაც მივხვდი ამ მეთოდის ჯადოსნურობას, შემდეგ უკვე ჩემ ტრენინგებში დავნერგე და ჩემი კლიენტების საოცარი უკავშირებიდან გამომდინარე
გამომდინარე მივხვდი რომ ეს არის ჯადოსნური მეთოდი, რომელსაც შეიძლება ნახეთ ცხოვრების ხარისხი არ დააგდო ისე რომ დანაზოგი გააკეთო, იმიტომ რომ არის მეორე უკიდურესობა, ყველაფერს დანაზოგში ყველაფერს დანაზოგს ვაკეთებ და გამოდის რომ დღეს არ ვცხოვრობ და როგორ დავიცვათ ეს ბალანსი? და ეს 4 კონვერტში რა უნდა გადავანაწილოთ? ხო, ნახეთ 4 კონვერტში, 4 კონვერტი არის პირობითად, თორე შეიძლება იყოს 6 კონვერტი, შეიძლება იყოს 3 კონვერტი. კონვერტების დასახელება არის ჩემთვის პრიორიტეტული რაღაცეები. მაგალითად, რისთვის ვაგროვებ? ხო, პირველი არის ინვესტიციები, ხო, იმიტომ რომ ფინანსური თავისუფლების მიზანი საბოლოო რიგში მაინც არის ფინანსური თავისუფლება, ხო, როდესაც ფული მუშაობს შენზე და შენ გაქვს თავისუფალი დრო და შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა და რაც გიყვარს. ამიტომ აი ეს ფინანსური დაზოგვა ზუსტად მაგას მოიცავს, რომ თქვათ პირველად განსაზღვრო პრიორიტეტები, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მაგალითად, აი ინვესტიცია, მაგალითად, აი სწავლა განვითარება, ხო, აი მუდმივად ტრენინგებს გავდივარ და აი აქაც მაქვს განაზოგი. ქალისთვის მნიშვნელოვანი არის საკუთარი თავის მოვლა, ხო, როდესაც ქალს რაღაცა მოწონს და ფას არ უყურებს, ხო, ყველაფერს აკეთებს და ეს ქალის ენერგიას მზრდის, ხო? ამიტომ ეს პრიორიტეტები ყველასთვის არის სხვადასხვა, მაგრამ ერთი რასაც ვურჩევდი, ორი რაც უცვლელი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ინვესტიციებისთვის კონვერტი და აუცილებლად უნდა იყოს საკუთარი თავის სიამოვნებისთვის კონვერტი. და როდესაც ამ კონვერტებში ერთი წელი შეიძლება იყოს დაგროვების პერიოდი. ერთი წლის შემდეგ უკვე ამ კონვერტებში თანხა არ ილევა და ეს არის დაგროვების საოცარი ეფექტი, რომელზეც ზუსტად ამ წიგნშიც მაქვს საუბარი. კი ბატონო, დრო ცოტა დაგვრჩა და მინდა რომ რაღაცა ორი თემა მოვასწროთ. ერთი ეს არის უფულობის მეორადი სარგებელი, რომელიც ცოტა უცნაურად ჟღერს, როგორ შეიძლება უფულობამ სარგებელი მოგვიტანოს, მაგრამ ამიტომ გვაინტერესებს განსაკუთრებულად რას გულისხმობს, როგორ შეიძლება რომ რაღაცა უფულობა მივიღოთ, არა როგორც რაღაცა პრობლემა და გამოწვევა, არამედ შესაძლებლობა, რომელიც გზას გაგვიხსნის უფრო დიდი მიზნებისკენ. ზოგადად, რასაც ვაკეთებ და როგორ ვიქცევით, მის უკან ყოველთვის დგას ჩვენი ფსიქიკის მეორადი სარგებელი. ყველა ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კითხავ და გეტყვის, რომ მინდა ვიყო უბედური, მაგრამ ეს იმას ხარ ნიშნავს, რომ ყველა ბედნიერია. ესე იგი, ჩვენ ფსიქიკას აქვს რაღაც სარგებელი, რითაც ის ენერგიას იღებს ამ შენი უბედურებისგან. ზუსტად ასევეა ფულთან დაკავშირებითაც. მაგალითად, აი ერთ-ერთი მეორადი სარგებელი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ადამიანი, რომელსაც უნდა რომ სამსახური იშოვოს და წლები ეძებს, მაგრამ ვერ შოულობს. და აღმოჩნდება ესეთი რაღაცა, რომ ფსიქიკას აქვს ესეთი სარგებელი, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისუფლება და მეგობრებთან ურთიერთობა. ამიტომ თუ სამსახურს დაიწყებს, მას არც თავისუფალი დრო ექნება და არც დრო ექნება მეგობრებისთვის. ამიტომ ნახე, იმდენად მნიშვნელოვანი არის მისი ფსიქიკისთვის და ღირებულება ეს თავისუფლება და მეგობრები, რომ ყველაფერს აკეთებს მისი ფსიქიკა, რომ სამსახური არ იშოვოს და შესაბამისად ფულიც არ აქვს. ამიტომ ნებისმიერ ჩვენს ქცევის უკან დგას მეორადი სარგებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გამოკვლევა და ამასთან მუშაობა. და ბოლოს ნათია დავასრულოთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით, რომელზეც ასევე სცემს თქვენი წიგნი სახელწოდებით ქალი და ფული პასუხს. ეს არის როგორ შევფუთოთ და გავყიდოთ და ესეც აშინებთ ხოლმე, როგორ შეიძლება საკუთარი თავის გაყიდვა, მაგრამ ყველა ვიყიდებით საბოლოო ჯამში, ვართ ყველა პროდუქტი, რაღაც ბიზნესურად რო შეხედო თუ მეტეს, ამაში რაღაცა საშიში და არც სანერვიულო არაფერი არ არის. ეს ასია. ხო და ეხლა აი რა ფაქტორები გვიშლის ხელს იმისთვის, რომ ჯერ ეს გავაცნობიეროთ, ალბათ ცნობიერების დონეზე არის ეს ყველაფერი სწორად სამუშაო. და შემდეგ უკვე რაღაცა განვავითაროთ და ეს დაბრკოლებებიც დავწლიოთ, რომ მეტი სარგებელი მივიღოთ საკუთარი თავისგან. კი, გაყიდვები მოყვანილი მყავს ფსიქოლოგიური კუთხით, იმიტომ რომ გაყიდვები შეიძლება იყოს ვთქვათ მარკეტინგული კუთხით, გაყიდვებით, მაგრამ აქ არის ფსიქოლოგიაზე საუბარი და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ ჩვენ ყველა ვყიდით საკუთარ თავს. ოჯახში, შვილებთან, მეზობელთან, მეგობრებთან და პირველი რომ გაყიდვები არ არის ცუდი, ხო? და ჩვენ გაყიდვებთან გვაქვს ძალიან ისეთი დამოკიდებულება. პირველ რიგში ზუსტად ამ ტერმინთან დამოკიდებულების შეცვლა. მეორე, ნახეთ, მე ისე ვყიდი საკუთარ თავს, როგორც ვფიქრობ საკუთარი თავის შესახებ. და ეს არის სიღრმისეული მიდგომა. და ჩვენ მუშაობთ ყოველთვის საკუთარ თავზე. როგორ ვაფასებ მე საკუთარ თავს, როგორ მიყვარს საკუთარი თავი და რა წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. და შემდეგ უკვე გაყიდვები არის ამის თანმიმდევრული პროცესი და არა პირიქით.
ძალიან დიდი მადლობა ნათია, სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს, თორე კიდე ძალიან ბევრ თემას ეხება წიგნი, რაც საინტერესოა ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენი საქმიანი მაყურებლებისთვის, თუმცა სხვა დროს აუცილებლად კიდევ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი სრულად და ბოლომდე მიმოვიხილოთ. მადლობა, ნათია ახობაძე, წიგნი „ქალი და ფულის“ ავტორი იყო ჩვენი სტუმარი.